პირველი ლედი სანდრა რულოვსი და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი შეერთებულ შტატებში კონფერენციას მართავენ. ამერიკაში მომუშავე ქართველ ექიმებთან ურთიერთობა და მათი თანამშრომლობა საქართველოს ჯანდაცვის სისტემასთან ეს კონფერენციის მთავარი თემებია. კონფერენციაზე სიტყვით გამოვა ამერიკის ჯანდაცვის მინისტრიც. მისი ქართველი კოლეგა კი პარალელურად ვაშინგტონში პირისპირ შეხვედრებს მართავს. ქართული მხარე მალე თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს ეროვნული ჯანდაცვის ინსტიტუტთან. ქართულ-ამერიკული ერთობლივი კონფერენცია მედეა 2011-ის ჩატარების ინიციატორები საქართველოს პირველი ლედი და შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო არიან. მოხერხდა იმ ქართველი ექიმების შეკრება, რომლებიც დღეს ამერიკაში მოღვაწეობენ და წარმატებულად მოღვაწეობენ, 60-ზე მეტი ქართველ ექიმს ველოდებით, რომლებიც წარმატებული პრაქტიკა აქვთ ამერიკაში. ვფიქრობთ, ერთ-ერთი ძირითადი თემა იქნება ინვესტიციები ჯანდაცვის სექტორში. მოწვეული არიან ამერიკელებიც, რომლებიც უშუალოდ არიან დაინტერესებული. ესეთია გაჩნდა, რამდენადაც ჩვენ საქმის ყურში ვიყავით, რომ ძალიან ბევრი ქართველი ექიმი და ასევე ჯანდაცვაში მოღვაწე სხვადასხვა პროფესიონალები მუშაობენ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეს რიცხვი მატულობს ყოველწლიურად. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვინდოდა რომ მობილიზაცია გავაკეთებინა აი ამ ძალისთვის და ეს ერთ-ერთი ფორმით ამ ძალის გამოყენება გადაწყვეტათ კონფერენციის ფორმით გავაკეთებინა.